რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ესწრებოდა დღეს გორის მიმდებარე სოფლების შემაერთებელი გზის საზეიმო გახსნას. გზების რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა. სამუშაოები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ღირებულება 2 მილიონამდე ლარში ადგეს. აღმოჩენილი ნამარხები ცხადყოფს იმას, რომ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიასთან გვაქვს საქმე, რაც ტურისტებს დამატებით მოიზიდავს და დააინტერესებს, ამიტომ როცა იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა გზის სახით და ეს უკვე არის და როცა მათ ეხდებათ ინფორმაცია, რომ შეუძლიათ დაათვალიერონ ესეთი ტერიტორია, ადგილი, სადაც ეს ყველაფერი იყო აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, ტურისტული ნაკადების განვითარების ხალხსაზრისითაც მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის შედეგად 5 სოფელს და მათ შორის 13,000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს მოუწესრიგდა გადაადგილების საშუალება და ადვილად უკავშირდებიან ცენტრალურ მაგისტრალს. პროექტის განხორციელების პროცესში ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ აღმოჩენილი იქნა არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც 2500 წლის წინანდელ ეპოქას განეკუთვნებიან.